ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. საქართველოში მიწის დამუშავების მაჩვენებელი ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი 2020 წელს 211,3 ჰექტარი იყო. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით კი 184,3 ჰექტარამდე არის შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ 5 წელიწადში ნათესი ფართობი დაახლოებით 27,000 ჰექტრით შემცირდა. ყველაზე მკვეთრი კლება 2023 წლის შემდეგ ფიქსირდება. 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205,2 ჰექტარი შეადგინა. 2024 წელს 195,7 ჰექტარი, ხოლო 2025 წელს 184,3 ჰექტარი. ეს უკვე არა ერთჯერადი მერყეობა, არამედ კლების აშკარა ტენდენციაა. ამ მონაცემების ანალიზისას მნიშვნელოვანია ზუსტი განმარტება. საქსტატი ყოველწლიურად არ აქვეყნებს პირდაპირ მაჩვენებელს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რა პროცენტია დამუშავებული და რა პროცენტი დაუმუშავებელი, თუმცა ნათესი ფართობების შემცირება აჩვენებს, რომ ფერმერები ნაკლებ მიწას იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად. მთავარი მიზეზი ეკონომიკურია, მიწის დამუშავება გაძვირებული. ფერმერს სჭირდება საწვავი, ტექნიკა, სასუქი, შხამქიმიკატები, მუშახელი, სარწყავი წყალი და ტრანსპორტირება. ამ ხარჯების ზრდის ფონზე პროდუქციის ჩაბარების ფასი ხშირად არ იძლევა გარანტიას, რომ გაწეული ხარჯი დაბრუნდება. პრობლემას ამძაფრებს რეალიზაციაც. მცირე ფერმერს ხშირად არ აქვს საწყობი სამაცივრე მეურნეობა, სტაბილური შემსყიდველი ან პირდაპირი წვდომა საბითუმო ბაზარზე. შედეგად, მოსავლის აღების შემდეგ მას პროდუქციის სწრაფად გაყიდვა უწევს, ხშირად დაბალ ფასად. ასეთი პირობები კი მიწის დამუშავებას ბევრისთვის ფინანსურად არამომგებიანს და არამიმზიდველს ხდის. მიწის დამუშავება ბევრისთვის რისკად არის ქცეული. კიდევ ერთი ფაქტორია იმპორტთან კონკურენცია. როდესაც ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია შემოდის, ადგილობრივ მწარმოებელს ფასის შენარჩუნება უჭირს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი წარმოების თვითღირებულება მაღალია. ხორბლის მაგალითი განსაკუთრებით საყურადღებოა. ამ მხრივ 2025 წელს საქართველომ 515,000 ტონაზე მეტი ხორბალი შეიძინა იმპორტით, მაშინ როცა ადგილობრივი წარმოება ბევრად მცირე გახლავთ. სტრუქტურული პრობლემაც აშკარაა. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები ხშირად დანაწევრებულია და ფრაგმენტებული მცირე ნაკვეთებად, მცირე ფართობებზე წარმოება ფერმერს არ აძლევს მასშტაბის ეკონომიას, ტექნიკის დაქირავება ძვირი უჯდება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა რთულია, ხოლო მიღებული შემოსავალი ხშირად ხარჯთან შედარებით დაბალია. ამ ყველაფერს ემატება სარწყავი წყლის პრობლემა, სოფლებში მუშახელის დეფიციტი და ახალგაზრდების მიგრაცია სოფლებიდან. ბევრ რეგიონში მიწა ფორმალურად არსებობს, მაგრამ ისი დამუშავება ფერმერისთვის ფინანსურად არამომგებიანი ხდება. ამიტომ მიწის დაუმუშავებლობა მხოლოდ აგრარული პრობლემა აღარ არის ჩვენ ქვეყანაში, ეს არის ეკონომიკური პრობლემაც, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სურსათის უსაფრთხოებას, იმპორტ დამოკიდებულებას, სოფლის შემოსავალს და რეგიონების განვითარებას. თუ სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ სუბსიდიებით შემოიფარგლება, პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება, ასეთია ექსპერტების შეფასება. ფერმერს ხშირად ჭირდება არა მხოლოდ ერთჯერადი დახმარება, არამედ სტაბილური ბაზარი, ხელმისაწვდომი ტექნიკა, იაფი ფინანსური რესურსი, სარწყავი ინფრასტრუქტურა, კოოპერაციის რეალური მექანიზმი და მოსავლის რეალიზაციის პროგნოზირებადი სისტემა. დღევანდელი მონაცემები კი აჩვენებს, რომ მიწის დამუშავების შემცირება შემთხვევითი პროცესი აღარ არის, ეს არის სიგნალი, რომ საქართველოს აგროსექტორში წარმოების ეკონომიკა ბევრ ფერმერს აღარ უტოვებს მოტივაციას მიწა დაამუშავოს. კარტოფილსაც აღარ ვთესავთ ბევრს. ტრაქტორის დამუშავება გაძვირებულია. ესა ტრაქტორი რომ მოგეხმაროს, მოგემსახუროს გაძვირებულია, ასე რომ
კარტოფილსაც ბევრს არ ვთესავ 2000 მეტრ ვთესავ საჭმელად რომ გვეყოს. არ აქვს გასავალი ძვირი, არ არის კარტოფილი. წლევანდელი ჩემი კარტოფილის რეალიზაცია გასული წელს უფრო სწორად არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი კარტოფილი მოსავლისთვის და მაქვს სახში პირუტყვისთვის მივეცი იმდენი მოსავალი არ მოვიდა რომ აზოტი ჭირდებოდა ძალიან ძვირი იყო, მოვლა ჭირდებოდა ტექნიკისაც ძალიან ძვირი იყო და ხელით რაც რომ ჩვენი ხელით შევძელით ის მოვარეთ ისე და რაც მოვიდა ახლა მიხედვისთან მოვლისთან მიხედვით სახში საკვებად და რაც პატარები იყო ძროხების საკვებად გამოვიყენი. ჰექტარის მოხნა ჯდება 400 ლარი რომ მოხნა. იმას მე კიდევ ხომ დამუშავებდი 400 ლარიც იმის დაფრეზვას და იმას უნდა ეს კიდევ ეს 800 ლარი და მე რომ დაწესვდა ის იქნა ის 1200 ლარი. მაგ გაძვია ფასები შევხვედრა და ნახევარი ყანები აღარ იქნება სოფელში. ორმაგად მეტი გვიჯდება შარშანდილთან შედარებით ორმაგად ძვირია წრევანდელი მუშაობა და კარტოფილი არაფერი აღის ლარიც აღის და 80 თეთრი ყველას პაძვლებში აქვს შარშანდელი კარტოფილი და ან ძროხასაჭმელს ან გადავყარეთ დამპალი ფასი არ აქვს ამიტომ მე არავინ აღარ თესავს კარტოფილს იმდენ თესავს რომ მას ეყოს ოჯახისთვის დამთავრდა არაფერს არ აქვს რა ქვია შრომას ფასი. ჩვენ გლეხის შრომას არაფერს არ აქვს ფასი. თუნ შარშან რაც დამიჯდა და წელს რაც ვიანგარიში და უნდა დამჯდომოდა ამდენი აღარ გავაკეთეთ საერთოდ და იმდენი გავაკეთე ხელით რაც შევძელ ორივე დრო კარტოფილი დავთესე და ერთი ცოტა ლობიო და დამთავრდა. მეტი არა. ორმაგად მიჯდებოდა მეტი და აზრი რა ქონდა. ისეც არ შემიძლია პენსიონერი ერთ პენსიაზე ვარ დამოკიდებული რამდენი წამალი არ მომიდის მაგ პენსიით და ის საერთოდ არ მეყოფოდა ერთი პენსია კი არა სამი პენსია ყანისთვის. საწვავი გაძვირდა, საწვავის მიმართ ყველაფერი დაძვირდა. ერთი მიასედი მიწარო დავამუშავოთ, ძალიან ძვირი გვიჯდება, გექტარი 400 ლარი გვიჯდება. ვით შემცირდა უკვე ხალხს არ აქვს შესაძლებლობა რომ დაახნევინოს მიწა ან დათესოს რამე მოიყვანოს. თესლს გააჩნია, არის 3 ლარი, 2 ლარი სათესლეო. ქერი ლარ 50 სათესლე რო იყიდო. შარშან 80 თეთრი იყო ქერი. 70 იყო ლარ ნახევარი. პრეზვაც სჭირდება, დაკულტივაციება სჭირდება. მერე უნდა დაითესოს. ცოტა ითესება. ეხლა სალიანტა დაძვირდა. აი ტრაქტორები ვერა, აი ძალიან ძნელია კარტოფილის ვერ ყიდი. აი მე სახში მაქვს ერთი 500 კილო ვერა 10 წლის წინ თუ ყველა მინდორი იხვნებოდა ახლა ყველა საზოვრად არის ნაკცევი იმიტომ რომ გლეხს აღარ უღირს დახნა დათესვა თუ მოიყვანა გლეხმა კარტოფილის ლობიოც კაპუსტოც შემოდგომაზე არის ყველაფერი იაფად და წვალება ფიზიკური წვალება ურჩევნია გლეხს ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და აღარ იმუშაოს, იმიტომ რომ რეალიზაცია უჭირს. თბილისში ჩატანილი ვაი გაყიდო ან ვერ გაყიდო და უკან დაბრუნდი, ამასაც ხომ თანხები უნდა. ვინმე თუ დაანგარიშებს შუშებიდან მართოს, სოფელი მართოს არა. შუშებიდან გადმოხედვა სტეკლოს სტრიმიდან სოფელი ადგილზე უნდა მოვიდეს, ვისაც თუ გული შესტკივა საქართველოს სოფლებს. სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად სახელდებოდა. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია დახარჯული ამოქმედ და სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა და სუბსიდირების მექანიზმი, თუმცა შედეგი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილამდე ვერ მივიდა. ფერმერები დღესაც გაზრდილ ხარჯებზე, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებზე და შემცირებულ შემოსავლებზე საუბრობენ. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ ვერ იქცა სახელმწიფო მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის რეალურ განვითარებად და რატომ ვერ გაუმჯობესდა სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა. მოვისმინოთ ეკონომისტის შეფასება. წარმოებლურობაზე რო ვლაპარაკობთ, ხო? იგივე ჩვენ და მარცვლეული რო ავიღოთ, მარცვლეულის წარმოება 1 ჰექტარზე დაახლოებით არის 2-2.5 ტონა. ესე ძალიან მაქსიმუმი. იმ ფონზე, როდესაც უნდა ჩვენ მოზრდილ ქვეყნებში 1 ჰექტარზე წარმოებული მარცვლეულის მაჩვენებელი გაცილებით მეტია და ევროკავშირში უფრო და უფრო მეტია და ამაშიც ჩვენ ჩამორჩევით, ხო? გარდა ამისა, სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს დარგები, რომლებზეც ხელისუფლებების მხრიდან სხვადასხვა
დროს იყო ასეთი პრეტენზია, რომ ამ დარგს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გახდეს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე, უამრავი თანხები იხარჯებოდა ამ დარგებისთვის, მაგრამ სურათი არის ის, რომ ეს დარგები სათანადოდ ვერ განვითარდნენ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას იმპორტირებულ საქონელს და ამის ლოგიკური მიზეზი არის ის, რომ ის უფრო მეტად იაფია. ანუ იქიდან დასვა შეიძლება გამოვიტანოთ ის, რომ მისი სოფლის მეურნეობის წარმოებლურობა, წარმატება სათანადოდ ვერ განვითარდა, თუნდაც ავიღოთ უკანასკნელი 12 წელი. 2012 წლიდან ეს იყო გაცხადებული. მაშინ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შედეგს ვერ მივიღებდით. ევროკავშირში დაახლოებით 10 წელიწადში ხო იმდენი მოახერხა ევროკავშირმა ოღონდ არა რეგულაციებით, ან მთავრობის დახმარებით იყო, მაგრამ სხვათან პირობებში მთავარი მიზეზი რის გამო 10 წლიან პერიოდში ახლა 70-იანი წლიდან რაც დაიწყო, რის გამოც თვითკმარი გახდა ევროკავშირი იყო იქ სხვა პროცესები. მაგალითად ტექნოლოგიების განვითარება, ფერმერები უფრო მეტად ტექნიკას, ტექნოლოგიებს იყენებდნენ და ამან გამოიწვია ის, რომ თვითკმარი გახდა, ასე ვთქვათ, უშუალოდ ევროკავშირიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. და ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ ჯერ საერთოდ, რა სტრატეგია გვაქვს იმისა, რომ რაღაცა 20 წელში უნდა გამოიღოს შედეგი, ან რომელ მიმართულებაზე, რომელ კულტურაზეა, ხო, აქვს საუბარი რა, მარცვლეულის კულტურაზე, ციტრუსის კულტურაზე. პირველი სახელმწიფოს ხელში არის მიწების 50% და მეორე მიწა საერთოდ როგორც აქტივს ფასი ღირებულება არ გააჩნია. ძალიან დაბალია ეს ღირებულება დღეს საქართველოში. და ამ ღირებულების თავი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ აქეთ გვაქვს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწები და ამ ბალანსზე არსებული მიწებს მოკლედ აუქციონების სახით გამოაქვეყნა ეს მიწები სახელმწიფოს შეთავაზებას აკეთებს. იმდენად იაფია სახელმწიფოს შემოთავაზებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომ აქეთ კერძო სექტორში რაც მიწებია, მისი საბაზრო ღირებულებაც ვარდება. საბაზრო ღირებულება როდესაც მიწის მცირდება, გულისხმობს იმას, რომ ფერმერს აქვს შესაძლებლობა უფრო ნაკლები ინვესტიცია მოიზიდოს. აი მაგალითად ბანკში რომ მივიდეს, ბანკი შეაზო ასე ვთქვათ, შეხედავს მის მიწას, თუნდა რომ ფერმერმა მიწა ჩადოს ბანკში იმისათვის, რათა მოიზიდოს ინვესტიცია, ფერმერს ბანკი შეხედავს ამ მიწას, ნახავს, რომ საბაზრო ღირებულება ახლა ამ კონფიგურაციით არის საკმაოდ დაბალი, აქედან გამომდინარე შედარებით ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს ფერმერს, ასე ვთქვათ, აღნიშნული მიმართულებით, რომ ფული მოიზიდოს და რაღაცა გააკეთოს. ხო, მასშტაბის ეკონომიაზე ეს ორივე მიმართულება, ინვესტიციას ფერმერი ვერ იზიდავს ეს ერთი და მეორე არ აქვს საკმარისი რაოდენობის მიწა იმისათვის, რომ აწარმოოს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ შეიძლება რაღაცა ერთწლიან პერიოდში რაღაცა მოუვიდეს გონებაში, რომ აი მოდი ეს ვაწარმოოთ და ამაში სახელმწიფომ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს და ბევრი ფული ჩაასხეს, მაგრამ არ მუშაობს, ხო, იმიტომ ჩვენ ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ და ეგეთი ტიპის პრობლემის ამოხსნისთვის ჯერ საჭიროა რომ ადამიანი მიწა დაუბრუნო, მიწა წარმოგიდგენთ, ვამბობთ რომ სოფლის მეურნეობაა ჩვენი პრიორიტეტი, ვამბობენ უფრო სწორად და მიწას არ აძლევენ ადამიანს და 50%-ზე მეტი დღეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების მაჯორ დეპრესიულ რეგიონებში და განვითარებულ რეგიონებში არ ეკუთვნის ფერმერს, ბიუროკრატიის ხელშია, ხო? ხილბოსნეულის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა კავშირშიც მიაჩნიათ, რომ აგრარული სექტორის მთავარი გამოწვევები სისტემურ ხასიათს ატარებს და სწორედ ამიტომ ფერხდება დარგის განვითარება. მათი შეფასებით ფერმერები ყოველდღიურად აწყდებიან როგორც წარმოების მაღალი ხარჯების, ისე პროდუქციის რეალიზაციის და ბაზრებზე წვდომის პრობლემებს. კავშირში აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია იმ ძირითადი ბარიერების გადაჭრა, რომლებიც დარგს წლების განმავლობაში თანსდევს და რომელთა მოგვარებაც ფერმერებისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ნომერ პირველი, რაც შეიძლება იყოს გამოყოფილი და ცალსახად მნიშვნელოვანი არის მიწების ფრაგმენტაცია. მეორე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის კოოპერირების არარსებობა შესაბამისად და მესამე საკითხი ჩვენი ფერმერების და დაცულობის ხარისხი უცხო ქვეყნის პროდუქციის ინტერვენციისგან ჩვენ ბაზარზე, რომელიც ხშირად დემპინგურ ხასიათს ატარებს, რაზეც ჩვენმა შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ თავის დროზე, რომ ფერმერი რომ მოიყვანს თავის მოსავალს, მას ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ ის თავის ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც შეძლებს იმ მინიმალურ ფასად მაინც რეალიზებას, რომელიც მას დაუჯდა. ჩვენთან მოგეხსენებათ ენერგომატარებლების საწვავი კონკრეტულად არის ძალიან ძვირი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით თუ გადავხედავთ. ერთადერთი თურქეთს თუ გამოვარჩევთ, თორე დანარჩენ ქვეყნებში ჩვენთან შედარებით საკმაოდ დიდი სხვაობაა საწვავსა და ენერგომატარებლებზე. შესაბამისად, ჩვენ ფერმერს პროდუქციის მოყვანა უჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე ეს ჩვენს მეზობლებს. ეს ძირითადი ფაქტორები არის, რომელიც ხელს უშლის ჩვენი სოფლის მეურნეობის ფეხზე დადგომას და რაც არ უნდა სუბსიდია გააკეთოს
სახელმწიფომ და ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფული რაც არ უნდა მეტი და დიდი რაოდენობით გადაიხადოს, თუ ამ კომპლექსური საკითხების მოგვარება არ მოხდა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე თვითონ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ჩვენ სამწუხაროდ იგივე რეალობის წინაშე ვიქნებით და პრობლემა დარჩება პრობლემად და უფრო და უფრო გაუარესდება სიტუაცია. მოიყენონ უცხო ქვეყნების გამოცდილება, ისეთი მცირემიწიანი ქვეყნები, როგორიც არის ისრაელი, მაგალითად ნიდერლანდები, მათ აქვს შესანიშნავი გამოცდილება. ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორები არიან, რაოდენობით გასაკვირიც არ უნდა იყოს მათი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ზუსტად სასათბურე მეურნეობებით აქვს მათ ახალი ტექნოლოგიებით ეს ყველაფერი მიღწეული და ჩვენ მათი სპეციალისტებიც უნდა მოვიწვიოთ, უნდა მათი გამოცდილებაც გამოვიყენოთ და ჩვენ უნდა გქონდეს ამის ყველაფრის ნება და შესაბამისად შემდგომში რა თქმა უნდა ყველაფერი დაალაგდება. სოფლის მეურნეობა როგორც ბიზნესი თანამედროვე მსოფლიოში შესანიშნავად მუშაობს. ის დრო დასრულდა რომ მუდმივ სუბსიდირებაზე იყო, თუნდაც ევროპის ქვეყნების მაგალითიც არსებობს, რაღაცა სეგმენტები დღემდე სუბსიდირდება გარკვეული მომენტებში ოღონდ. მაგრამ ამ სუბსიდიას აქვს თავისი მიზანი და გარკვეული დრო, მან ის ფუნქცია უნდა შეასრულოს და შემდგომში ეს დარგი უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან და გადაიყვანოს მომგებიან დარგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად სუბსიდირებას არავინ არ აკეთებს ჩვენსგან განსხვავებით. ამიტომ რაც შეიძლება მეტი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული ამ მიმართულებით, კონკრეტული პროექტები უნდა გაკეთდეს, სადაც გვაქვს ძლიერი მხარეები, რა შეგვიძლია ვაწარმოოთ, როგორი ტექნოლოგიით უნდა მოხდეს ეს, ვინ ყავს კონკურენტები და ჩვენი სამიზნე ბაზრები რა არის და დივერსიფიცირება უნდა მოხდეს. როგორც იმპორტის კუთხით რა პროდუქცია უნდა შემოვიტანოთ და რომელ ქვეყანაზე შეიძლება ნდობა და ესეთი ტენდენცია თუ წავიდა, ხორბალს აღარავინ აღარ დათესავს. ახლა როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ რუსეთში მოყვანილი ხორბალი და საქართველოში მოყვანილი ხორბალი ერთი და იგივე ფასი დაჯდება, ეგ გამორიცხული, ეგ არასოდეს არ იქნება და ყოველთვის იქაური იმპორტი ჩვენს ადგილობრივ ფერმერებს დაჩაგრულ პოზიციაში ამყოფებს და ვერ გაუძლებს ვერანაირად ის რაც ახლა იქნება და ითესება, ესეც გარკვეული ინერციითა და მომავლის იმედით არის ეს ფერმერები და ღვთისანაბარ არიან რომ იყვნენ მიტოვებული და როცა ჭირდებათ წეღან თქვი მე რომ ყურძნის თემაზე კეტავენ ამ საზღვარს, არ შემოდის ყურძენი რა ბერკეტი გააჩნია სახელმწიფოს, ეგ უკვე თვითონ უნდა მოიფიქრონ და არის უამრავი ბერკეტები, რომელიც ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ოფიციალურად არ მიეცეს ამას ისეთი სახე, რომ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები გახლავართ, კი ბატონო, მაგრამ ყველა ქვეყანას შეუძლია თავის პროდუქციის დაცვა და გარკვეული ბერკეტები ამისი თავისთავად არსებობს, რომელიც აფიშირებად სულაც არ არის საჭირო და ამხელა გადასახადებისა და ამხელა ფასების მიუხედავად და ამხელა ინფლაციის მიუხედავად ჩვენი ფერმერები მაინც ახერხებენ და რუსეთს რო შევადაროთ, ან ირანს რო შევადაროთ, მათთან საწვავის 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლები, ჩვენთან შედარებით მათ თავიანთი ტექნიკა გააჩნიათ, ჩვენთან ყველაფერი იმპორტირებულია და აქედან გამომდინარე ჩვენი ფერმერები ყოველთვის რა თქმა უნდა დაჩაგრულ პოზიციაში არიან, მთელი რიგი წლებია და ეხლა კიდე ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს, პირდაპირ კიდე უფრო და უფრო იზრდება რუსეთის გავლენა ჩვენ ქვეყანაზე და ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი ტენდენცია. ეკონომისტი პაატა აროშიძე სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ერთად ფერმერების კოოპერაციულ გაერთიანებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. მისი თქმით, მიწების ფრაგმენტაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ნაკვეთების გამსხვილებისა და კოოპერაციის გარეშე აგროწარმოება მასშტაბის ეკონომიაზე გასვლას ვერ შეძლებს. აროშიძის შეფასებით, მცირე მოცულობით წარმოება ზრდის თვითღირებულებას, ამცირებს ეფექტიანობას და ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას უზღუდავს. შედეგად, ქართული აგროპროდუქცია კონკურენტუნარიანობის პრობლემის წინაშე დგება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი თქმით, კოოპერაცია ფერმერებს საშუალებას მისცემს გააერთიანონ რესურსები, შეიმცირონ ხარჯები, გაზარდონ წარმოების მოცულობა და ბაზარზე უფრო ძლიერი პოზიციებით წარდგნენ. პრობლემა თავისთავად იქნა დაშვებული 90-იან წლების ბოლოს, როდესაც ფერმერული მეურნეობა რომ გაიმართოს, გამართული სოფლის მეურნეობა რომ წარიმართოს, აქ მაქსიმუმ დღეს რაც აქვს, ეხლა 5 ჰექტარი მაგალითად ავიღოთ, ხო? ეხლა ნუ შეიძლება სოფლად 5 ჰექტარიც არ აქვს ვიღაცას, არა? მიწის ნაკვეთი, არა 5 ჰექტარი არაფერი არ არის ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის. და თქვა იმისთვის რომ თქვა თუნდაც პარტნიორული კომპანიები ჩამოყალიბდეს, რატომ მოხდა რომ ჩვენ
ჩვენთან კოოპერატიული სოფლის მეურნეობაში დაიშვა კოოპერატივები მთიან რეგიონებში თუ კოოპერატივის წევრის რაოდენობა 5 კაცი უნდა იყოს, თქვა ჩვეულებრივა გეოგრაფიულ არეალში მთიან რეგიონში 3 კაცი საკმარისია, მაგრამ თითზე შემოსავლელი კოოპერატივები შეიქმნა საქართველოში, რა. იმიტომ რომ თქვა 5 კაციანი კოოპერატივი პრაქტიკულად ახლა აი თქვა 10-15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ კოოპერატივის თითოეულ წევრს მიეღო შესაბამისი შემოსავალი წლის განმავლობაში, რა. ახლა ამაზე ლაპარაკი ძალიან გვიანია, ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომელი რეალობაც გვაქვს. ახლა თორემ ახლა მიწის რეფორმას თავიდან არც არავინ ჩაატარებს და თავიდან აღარ გადაანაწილებს და ამაზე თავშივე იქნება შეცდომა დაშვებული, იმიტომ რომ აი მიწის ნაკვეთების გამსხვილებისაკენ უნდა წასულიყო ყველაფერი. აი მაგალითად პირადად მეც მაქვს მაგალითად 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, არა, მაგრამ ის მიწის ნაკვეთი ჩემთვისაც დაკარგულია. იქ ცხოვრებისათვისაც დაკარგულია რა, იმიტომ რომ იქ დამუშავება პრაქტიკულად აღარ ხდება. მორწყვის პროცესი, ირიგაციის პროცესი, მიწის ირიგაციის პროცესი, არა, ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება და კიდევ ერთხელ და ერთხელ მივდივართ იმისკენ, რომ სოფლად უნდა დასახდეს ახალგაზრდობა, მან უნდა დაინახოს პერსპექტივა, ანუ ეგრეთ წოდებული აი უცხოეთში გაბატონებული ტერმინი აი რანჩოები თუ შატოები, როგორიც არის ახლა, თუ ყველა დაინახავს იმას, რომ შრომით მიიღწევა, ის რა თქმა უნდა ქალაქსაც დატოვებს და ბევრი ფერმერი ვიცი და ბევრი ოჯახი ვიცით ისეთი, რომლებიც ქალაქიდან წავიდა სოფლად და მიხედა თავის მეურნეობას. მუშა ხელი სოფლად აღარ არის. ანუ სოფელი დღეს დარჩენილია ბავშვების ამარა, ისიც ახლა ძალიან მცირე რაოდენობის, დარჩენილია პენსიონერების ამარა, რომელთა შრომითი შესაძლებლობები, ვერ არის ახლა იმ დონეზე, რაც ახალგაზრდების არა, ანუ შრომის ძალისა და რეალურად ახლა ამ პლუს ამას ახლა სოფლის მეურნეობაში მუშაობა ეს არის საკმაოდ მძიმე პროცესი და ნუ უბრალოდ მათ არ შეუძლიათ ახლა თავიანთი ხნოვანებიდან გამომდინარე. ისინი ან კიდევ ერთი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა უმეტესობის შეხედულება ის იყო, რომ მათ სტიმული შემოსავლის მიღების არ ჰქონდათ. ანუ ისინი ამუშავებდნენ იმდენ მიწას, რამდენიც ეყოფოდათ მათ წლიდან წლამდე თავის გასატანად, ძლიერ რაოდენობას გაყიდნენ და ნამეტი პროდუქცია სოფლის მეურნეობაში აღარ იქნება. ეს რა თქმა უნდა სულიად გეთანხმებით, რომ ეს არ არის მარტო მთავრობის პრობლემა. აქ არის რა? მთავრობა, ფერმერული მეურნეობა, საზოგადოება. არა, ანუ ფერმერულმა მეურნეობა, იგივე გლეხურმა მეურნეობამ, იგივე გლეხმა უნდა შეიგრძნოს, რომ სოფლის მეურნეობაში მოყვანილი პროდუქცია მისთვის იქნება ჩვეულებრივი ბიზნესი. მიწის დამუშავება, ნათესი ფართობების დამუშავება ზუსტად ისეთივე სახით არის, როგორიც იყო არა 10 წლის, 20 წლის, არა 50 წლის წინათ როგორც იყო, რა. ზუსტად იგივე სახით ხდება მიწის დამუშავება. მთელ მსოფლიოში და აი წამყვანი აგრარული ქვეყნები, რომ აი ისრაელი მაგალითად, ხო? მიუხედავად იმისა, რომ უდაბნო, ეს არის წამყვანი აგრარული ქვეყანა მსოფლიოში. ჰოლანდია, ისრაელი, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, ესეთ ქვეყნები უკვე სოფლის მეურნეობა მაღალ ტექნოლოგიური სფეროა. და არა ის, რომ თქვა აი ძველებური მეთოდებით მიწის დამუშავება. მანქანა დანადგარები, თანამედროვე ტექნოლოგიები, არა მარტო მხოლოდ მიწის დამუშავებაში, არამედ მოყვანა, თქვა ეხლა ნუ სულ სხვა საკითხია ის, რომ თითოეული კვადრატული მეტრი იქ განვითარებულ ქვეყნებში ითესება თუ იკვდება მეცნიერებთან უშუალო კავშირით, ეხლა და თქვა ფერმერთა სწავლება მაღალ დონეზე დგას, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ ესე არ არის. აი ავიღოთ მაგალითად ავიყვანოთ ნუ ჩვეულებრივი ფერმერები და აი მათ აქ კი არ ჩაუტაროთ ის ეგრეთ წოდებული ტრენინგი და სწავლება როგორ არის მაგალითად ისრაელში, ჰოლანდიაში, არამედ იქ წავიყვანოთ და იქ ვანახოთ. ანუ აი სწორედ ის რომ აი თქვათ ნებისმიერი თქვათ სიტყვაზე სოფლის წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ფერმერული მეურნეობის განვითარებით, იმას ეგრეთ წოდებული 6-თვიანი პროგრამა იქნება თუ 3-თვიანი პროგრამა, ეს პროგრამა გავატაროთ წამყვან სოფლიოს წამყვან აგრარულ ქვეყანაში. ჰოლანდიაში თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს უფრო მეტ სტიმულს გამოიღებს სწავლისა, ანუ ისა თეორიულად თუ სლაიდებით თუ წიგნიდან ამოკრეფილი ტერმინებით კი არ გაიგებს იმას როგორია სოფლის მეურნეობა, არამედ თავისი თვალით დაინახავს იმ სათბურის მნიშვნელობას, თავისი თვალით დაინახავს და იმ მეცნიერების ჩართულობასა და იმ ტექნოლოგიის სიკეთეებს თავისი თვალით დაინახავს და იმას გადმოიტანს.
მიუხედავად მრავალწლიანი სახელმწიფო პროგრამებისა და სექტორში ჩადებული მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებისა, სოფლის მეურნეობა კვლავ არაერთ სისტემურ გამოწვევას აწყდება. გაზრდილი ხარჯები, რეალიზაციის სირთულეები, მიწის ფრაგმენტაცია და დაბალი კონკურენტუნარიანობა. ფერმერების მნიშვნელოვან ნაწილს საქმიანობის გაფართოების ნაცვლად მიწის დამუშავების შემცირებისკენ უბიძგებს. დარგის წარმომადგენლები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ აგროსექტორის მდგრადი განვითარებისთვის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის და აუცილებელია ისეთი გრძელვადიანი რეფორმები, რომლებიც ფერმერებს წარმოების ზრდის, კოოპერაციისა და ბაზრებზე ეფექტიანი წვდომის რეალურ შესაძლებლობას მისცემს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.